მოგესალმებით ძვირფასო სასწაულის მაძიებლებო, დღეს გველოდება სუპერ გადაცემა, ვინაიდან და რადგანაც შეიძლება ეს იყოს ის სასწაული, რისთვისაც ყველაფერი დავიწყეთ თავის დროზე. მოკლედ, ცოტათი ვაჭარბებ, მაგრამ ცოტათი არაუშავს, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ვარ დღეს და ბავშვით მიხარია დღევანდელი ეპიზოდის ჩაწერა. ვისაუბრებთ კავკასიური იოგაზე, ამაზე ერთი სერია ჩვენ უკვე ჩაწერილი გვაქვს. და ეხლა უკვე შევხედავთ სულიად სხვა პრიზმიდან, იმიტომ რომ კავკასიური იოგა ქართველმა ექიმებმა გამოიკლიეს, დაიწყეს იმისი ტესტირება და ინტეგრაცია უკვე სამედიცინო სფეროში და შედეგები არის საოცარი, როგორც ამბობენ, და ამ საოცარი შედეგების საკუთარი თვალით და კამერებით ხილვა გვინდა, რათა თქვენს გაჩვენოთ ეს ყველაფერი და ვინ იცის, იქნება ვიპოვოთ ხსნა, რასაც კავკასიური იოგა ქვია. რა იცი რა შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. იქნება განაცდეს ეს წვარამე. იქნება. სამყარო ბევრად რთული და მრავალშრიანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თანამედროვე ფიზიკა გვიჩვენებს, რომ მატერია არ არის მყარი რეალობა. ის ენერგიისა და ველების უწყვეტი ურთიერთქმედების შედეგია. თუ სამყაროს ენერგიისა და ინფორმაციის ერთიან ქსელად აღვიქვამთ, ხილული მატერია ამ ღრმა პროცესების მხოლოდ ფიზიკური გამოვლინებაა. ეს პრინციპი ადამიანზეც ვრცელდება. ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ ფიზიკური სხეული არ არის, არამედ რთული, მრავალდონიანი სისტემაა. და სწორედ ამიტომ ჰოლისტური მიდგომით დაავადების მიზეზი ყოველთვის ფიზიკურ დონეზე არ იმალება. იოგა და მათ შორის კავკასიურიც სამყაროს და ადამიანს როგორც ერთიან მოვლენას აღიქვამს. სხეული, ენერგია და ცნობიერება განუყოფელია. ამ სისტემაში წარმოქმნილი ნებისმიერი ბლოკი კი შეიძლება დაავადების წყარო გახდეს. პრობლემის სათავე ხშირად იმ შრეებშია, რომლებიც თვალით არ ჩანს, თუმცა ჩვენს ყოფიერებას ფუნდამენტურად განსაზღვრავს. ამ ყველაფრის საწყისი ეს არის ადამიანებში შთამომავლობით მიღებული ინფორმაცია, რომელიც შექმნილია უკვე მენტალურ დონეზე. და რა არის ეს მენტალურ დონეზე, როცა ჩემში უკვე ძალიან არის გამჯდარი ჰიპერეგო. ეგოცენტრიზმი ძალიან მაღალ ხარისხში აყვანილი. მე ამ შემთხვევაში ვარ ბუნების კანონების მოწინააღმდეგე და ვერ ვღებულობ იმ რეალობას ისეც, როგორიც უნდა იყოს და მე მგონია, რომ ყველაფრის ჭეშმარიტების კრიტერიუმი მე ვარ. და ჩემი შინაგანი ეს განწყობა, რომელიც მე შთამომავლობით მივიღე და მე ესეთი ვარ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ეტაპზე ვათვიცნობიერებ, მაგრამ რაღაც ეტაპზე ვერ ვათვიცნობიერებ მე ამას, ჩემში ამ ხასიათის თვისებას. გამიგე? ამიტომ ჩამრთავი მექანიზმი არის ეს შინაგანი განწყობა, რომელიც ქმნის აი ამ ენერგეტიკულ გლობალურ ბლოკს და ამის მეშვეობით წლების განმავლობაში მე ვითარდება ფიზიკურ სხეულში დაავადება. მე დავრწმუნდი იმაში, რომ ეს მდგომარეობები მართლაც იმდენად არასასურველია და უნდა მოგვეძებნა მეთოდი, რომელიც გადაჭრიდა ამ საკითხს. და სხვათა შორის კიდევ ის აქ იცი ესეთი ბლოკები, აი რომ ამბობენ რომ ნათელმხილველი ვარ, ნიჭებს ეძახიან, ხო? აღმოჩნდა რომ ისინიც ამ მდგომარეობაში არიან. და ფაქტიურად ჩვენი ანალიზით მივხვდით რომ ეს არის ესეთი ზღვრული მდგომარეობა.
ჩვენ აი ამ ცხილზე ვხედავთ ყველა ორგანო, ყველა სისტემა როგორ ფუნქციონირებს. ანუ ეს არის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა, სადაც ფილტვის სისდარღვე, გული, წვრილი ნაწლავი, ლიმფური სისტემა, ყველა ორგანო როგორ ფუნქციონირებს, ოღონდ მათემატიკურ ენაზე. და აქ არის გარკვეული კანონები ფიზიკურ დონეზე, როგორ ფუნქციონირებენ ორგანოები. რო შევაჯამოთ მოკლედ, ჩვენ გვაქვს რაღაც სადიაგნოსტიკო აპარატი. დიახ. რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის ბლოკები, რა ბლოკებზეც წეგნ საუბრობდით და არა მარტო ეს ბლოკები. და ამ დიაგნოსტიკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ კავკასიური იოგის გავლენები ადამიანის ჯანმრთელობაზე და ცვლილებები დროთა განმავლობაში. თან სამ დონეზე უყურე, იმიტომ რომ ჩვენ ეს პროგრამა გვაძლევს ასევე გარდა ფიზიკური სხეულში, ორგანოებში რა ხდება, რა მდგომარეობა, ანუ ჩვენ ვეუბნებთ, რომ დაავადებები არის ფსიქოსომატური გენეზის. ანუ ჩვენ შინაგან განწყობებს, რომელიც იმ ენერგეტიკულ სისტემაზე ახდენს სერიოზულ გავლენას. ასევე ფიზიკურ დონეზე ახდენს გავლენას. ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ დიაგნოსტიკით მივიღოთ ინფორმაცია ჩვენ ფსიქოლოგიურ შტრიხ-კოდს ვამბობ რა, ჩვენ განწყობებზე. და აი აქ გვაქვს ჩვენ ესეთი მაჩვენებელი, უყურეთ, ეს არის ენერგიაჩი, ინდოეთში რასაც ეძახიან. ანუ ის ღვთიური ენერგია, რითაც ჩვენ სულდგმულობთ და ვარსებობთ. ამის ნორმატიული მაჩვენებელი უნდა იყოს 50-დან 80-მდე, 100-მდე. და ამას რა დაბალი აქვს? თუმცაღა დაკავებული იყო რაღაცა გარკვეული პრაქტიკებით. ეს პიროვნება. და ამან არც იცის, რომ ამას აქვს ბლოკი და გავიდა დრო, დაიწყო ამას სუნთქვითი ვარჯიშები. და ნახეთ, ეს ბლოკი ალაგდა და ენერგეტიკა მოემატა 57-მდე ავიდა. ეს არის კავკასიური იოგას სუნთქვის შედეგი. კავკასიური იოგას სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად მიღებული. რამდენ ხანში მიიღო ეს? ეხლა ვიგიტყვით, რამდენ ხანში მიიღო. 13.04 ხო იყო 24. და მერე გახდა 14.04 ერთ თვეში. ერთ თვეში გაიხსნა ბლოკი. ეს აი ჩივილით მოვიდა ეს ადამიანი. საშინლად გამოწურული, ფიტული რუხი ფერის. როგორ და როდის დაიწყეთ უკვე ამ კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკების შემოტანა ამაში? ძებაში ვიყავ, მჭირდებოდა ოსტეოპათი. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენთან დადიოდა ახალციხიდან, ექიმი მოიცთო, ახალციხეში ერივე ჩამოსული, ძალიან მაგარი ოსტეოპათიაო და კაი მე უთხარი, აბა ერთი უთხარი თუ აწყობს, მოვიდეს და გავისაუბრო და აი ეს გავიცანე გიორგი. ამასობაში მე უკვე ვიცოდი კავკასიური იოგის შესახებ, კახაბერ ჭიხლაძესგან, კახაბერმა მაჩუქა წიგნი და რაღაცეები წავიკითხე, მართალია ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ეს წიგნი მიდევს აქ, ჩემთან კაბინეტში. გიორგი რომ მოვიდა, ჩვენ რაღაცა გარკვეული პროფესიონალური საკითხები გავიარეთ და ამის შემდეგ გადავწყვეტით, რომ დაიწყებ ჩემთან მუშაობას ოსტეოპათად. და გიორგის ჰქონდა გამოცდილება კავკასიური იოგას მიმართულებით. გადის დრო და გიორგის უბრალოდ დაინახა, რომ ეს კავკასიური იოგა მაგიდაზე მიდევს. ქავტონურად თქვი რომ ამასაც იცნობთო? ამასო მე ძალიან სერიოზულად ვფლობო რა. და თუ გაქვთ თუ რამე ინტერესიო. აი ეს ახლა რასაც თქვენ გიხსნით, ყველაფერი ვაჩვენი აუხსენი. აღმოჩნდა რომ ასეთ ტიპის გამოკვლევას მოსკოვში გიორგიც ატარებდა, მაგრამ ეს ვერსია არ იყო, ის ცოტა უფრო მარტივი ვერსია იყო და რო გაიგო არსი, რაზეც ვსაუბრობ, ქალბატონო, აი ამ გამოწვევას ჩემ თავზე მივიღებო. და მე ნელა-ნელა უკვე გადავწყვეტეთ, რომ დაგვეორგანიზებინა და ექსპერიმენტალურად დაგვეწყო ეს საქმე. 1-3 წელი ვიმუშავე იმაზე, რომ დამემტკიცებინა კლასიკური მეთოდებით, ანალიზები, გამოკვლევები, რასაც აქ ვიტყოდი, რომ აი ეს ხდება ახლა, ხო, აი შენ გაქვს დაზიანებული ღვიძლი, კუჭი, 12 გუჯა თუ რაც არის რა და რაც ხდება, მე ის უნდა კლასიკურად უნდა მენახა არის თუ არა იქ ნამდვილად ეს პრობლემები. და ასე ვისწავლე და ახლა თვალდახუჭულმა ვიცი უკვე რა შემიძლია ვთქვა, რა დიაგნოზი შემიძლია ვთქვა. დაიწყეთ ექსპერიმენტების ჩატარება, ასე ვთქვათ, ადამიანებთან, ამ ექსპერიმენტებმა უკვე აჩვენა შედეგები. აჩვენა შედეგები, რომ ესე იგი სწორ გზაზე ვარ თურმე და სწორად ვაზროვნებთ. და მე უკვე უფრო გავთამამდით, რომ უკვე გადავწყვეტეთ, რომ დავიწყებთ ჩვენ კურსის სწავლების სესიებს და გავაკეთეთ გარკვეული უკვე განაცხადი. ფარაონის ცილინდრებიც გაქვთ რისი? კი, ფარაონის ცილინდრებიც გვაქვს. ესეც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შემადგენელია კავკასიური იოგის ელემენტი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამით შეიძლება ძალიან ბევრ დაავადებასთან შერკინება. მე ვამბობ ისეთ მძიმე დაავადებებზე, რომელიც
მარტო ამით ვერ მოგვარდება, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ხო საერთოდ საუბარი არ არის, რომ შენ შეინარჩუნო ჯანმრთელობა და იყო სულ, ასე ვთქვათ, რაღაც ერთ ლეველში რა, რომ ესა თუ ის ზეგავლენა, ეს იქნება გარე ზეგავლენა, შიდა ემოციური სტრესები, შენზე ისე ზეგავლენას არ ახდენდეს. აი ეს კავკასიური სუნთქვები რას ნიშნავს კონკრეტულად რა არის? სუნთქვა არის 7 თვლაზე, ამას ქვია დედისეული რიტმი. და ეს დედისეული რიტმი აი ამ კავკასიურში უკვე ეს გათვლილია და აბსოლუტურად სულ სხვა ეფექტი აქვს ამას. და ამას წინათ ერთ-ერთი მრევლი მოხდა აქა, რომელიც იყო მლეთაში რომ მამაო იყო. ისო ლოცვასო გვასწავლიდაო 7 თვლაზეო. ანუ იმ პიროვნებამაც იცოდე ეს ძველი კანონები. მოდი ხა 1-2 სიტყვით ამ აპარატზეც რომ მითხრათ როგორ მუშაობს. ეს აპარატი არის იაპონელი იყო ასეთი მეცნიერი ნაკატანი 50-იან წლებში, რომელმაც აღმოაჩინა 12 წყვილი წერტილი იმ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს შორის, რომელიც 300 რაღაცა რიცხვს მოიცავს ადამიანის სხეულზე. ამ 300 რაღაცა წერტილს შორის არის 12 წყვილი ის ოპტიმალური და საშუალო არითმეტიკული, რომელიც გვაძლევს იდეალურ, სწორ ინფორმაციას თუ როგორ ფუნქციონირებენ შინაგანი ორგანოები და სისტემები. და ანუ ამით ხდება გაზომვა. ამით ხდება გაზომვა და შემიძლია ახლა თუნდაც შენ გადაგიღო. კი ბატონო, მაინტერესებს. დამიკავე ეს ხელში, ესე, მეორე ხელი მომეცია აქ. ძალიან მარტივია, არანაირ პრობლემას ეს არ გვიქმნის, რომ თქვათ რაღაცა ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული პირობა, გარდა იმისა, რომ არ უნდა იყოს მიღებული ყავა. ცოტა ხნის წინ დაულიე. ნუ ეხლა შეიძლება ცოტა რაღაც უნება გქონდეს. ასევე არ უნდა იყოს ანტიბიოტიკები, ფსიქოტროპლები და ძლიერი საშუალებები მიღებული. მეორე ხელში გადმოიტანეთ. ყავა. არა უშავს, ეხლა ვნახოთ რა ხდება. უსის ძარღვთა სისტემას ცოტა დაბალი მაჩვენებელი აქვს. ნახავთ რა ხდება. გადმოაბრუნე ხელი. აი ამ სისტემით არის ამდაგვარი პროგრამები, სადაც მიღებული ინფორმაციის სიზუსტე არის ძალიან მაღალი, 95%. ეს იმდენად ვინც ამ საკითხებში ერკვევა, თითქოს არარეალურია, მაგრამ ეს რეალურია. ანუ ეს დიაგნოსტიკა ახლა 95%-ით გაძლევთ თქვენ სწორ ინფორმაციას. მართებულ ინფორმაციას, ორივე ეს ალბათ დიდი ხანია ამას თქვენ ამოწმებთ, ხო? ბოლომდე ფეხები გამშილი, ძალიან დიდი ხანი, 26 წელია ვაკეთებ. მათე, მოკლედ ესეთი ქაოსი გაქვს რა, ცოტა დაღლილი ხარ. მაგრამ ცოტა არა. ყავას დავაბრალებ ამას. ნუ შეიძლება ყავას ახლა ვერ დააბრალებ, აჰა, აი. 28 მიკროამპერია. ეს არის თავის ტვინი ესე წარმოდგენილი. აქ არის მარჯვენა მარცხენა ჰემისფეროს მიკროცირკულაცია როგორ არის რა, ცოტა სპაზმია მარჯვენა მხარეს განვითარებული. და შეიძლება აი ეს სიზარღვოვანი სისტემა, ეს არის სიზარღვები, გულის სიზარღვები ცოტა უჭირს იშემიური მდგომარეობა არის, ანუ ცოტა სპაზმია. ცენტრალური ნერვიული სისტემის გადაღლაო, გადაწვაო ამიტომ არის ცოტა ჰიპოქსიაო თავის ტვინში. იმიტომ ის ასიმეტრია თავის ტვინში. აი ეს. ჰიპოქსია არის. ჰიპოქსია არის. ტვინს ვერ მიაწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი. გადაღლილი ხარ. ცოტა ჭირდება დასვენება, რელაქსი. ეხლა ჩვენ გვინდა ექსპერიმენტი. მოწამწექი. დაი დაინახავ რომ მაგარი რაღაცა. ეს არის ფარაონის ცილინდრები. ფარაონის ცილინდრები. ძვირფასო მეგობრებო. ეს უნდა მეჭიროს 15 წუთი. ეს უნდა გეკავოს 15 წუთი. ცოტა რა კაია. ეხლა რამდენი წუთი ზის უკვე მათე? გეყო. არა. გეყო. ჩვენ მათეს გადავუღეთ პირველი სურათი და იყო დღეს აი ესეთი ფუნქციონალური დაძაბულობა და 28 მიკროამპერი არის ზოგადი ენერგეტიკული მაჩვენებელი და გადავიღეთ ახლა მეორედ დავაჭერინეთ ცილინდრები და ცილინდრების შემდეგ აიწია ენერგეტიკა 35-მდე და სურათიც წამოვიდა აი განსხვავებული ამისგან უყურე ჩვენ ახლა ესე დავადებთ ერთი მეორეს და დინამიკა გვაქვს. ანუ უკვე სიზარღვოვანი სურათი ჩხირები რაც არის სვეტებში, ეს არის ახალი გადაღებული.
ანუ ჩხირები დაგვეძება ჩვენ გულის მერიდიანი და გულის მაჩვენებლები და ასევე ცენტრალური ნერვული სისტემა. დანარჩენი ეს უკეთესობაა. აი აქ უკეთესობაა, აქაც უკეთესობაა, აქაც უკეთესობაა. ესეც უკეთ არის. აი სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თუ გქონიათ ამაზე კომუნიკაცია და როგორი დამოკიდებულება? იცით, არის ძალიან იშვიათი ეს ამბავი, რომ ჩვენი კლასიკოსი ექიმები ასეთი მიმართულებით დაინტერესდებიან. არა და ეს აი რამდენი წელიწადია ვმუშაობ და სულ ვამბობთ, რომ ეს არის მომავლის მედიცინა. არსებობს გზები, განსხვავებული, საიდანაც ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია შევიცნოთ, გავიგოთ და ოცნებად მათ ქცეული ის, რომ გამოჩნდეს ვინმე ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც იქნება დაინტერესებული ამ საკითხებით, რომ ეს ცოდნა ჩვენ გაადავცეთ და გააგრძელებენ აი იმას, რაც ჩვენს მიერ არის დაწყებული. გამოჩნდა, რომ მარტო მედიცინა ვერ წყვიტავს ძალიან ბევრ საკითხს. იმიტომ რომ მედიცინა და ჯანდაცვა არის ის მიმართულება, რომელიც შველის ავამტყოფობას. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანი არ დაავადდეს. ძალიან საინტერესო და მიხარია მოკლედ ესეთი ექსპერიმენტები რომ ტარდება და ცოტა ხანში კიდე შემოგივლით სიახლეების გასაგებად. კი ბატონო, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ისტორია ხშირად იქ იკვეთება, სადაც ყველაზე ნაკლებად ებიან. 1970-იანი წლების თბილისი, იზოტოპების ინსტიტუტი, ძველი ეგვიპტე და ერთი მეცნიერი ვლადიმერ კოუტუნი. ყველაფერი ერმიტაჟის დარბაზებში დაიწყო. ქანდაკებებს შორის კოუტუნმა ერთი დეტალი შენიშნა. ფარაონებს ხელში უცნაური ცილინდრის ფორმის ნივთები ეჭირათ. ამ ნივთების შესახებ მეცნიერმა ზუსტი ინფორმაცია ისტორიიდან ვერ მიიღო. თუმცა პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა და სულ რაღაც 3 წელიწადში თბილისში საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკითხა. სხვენში ნაპოვნი ძველი რუსულენოვანი ხელნაწერი მას მეგობარმა გადასცა. ეს იყო კავკასიური იოგას დაკარგული ფურცლები. სწორედ აქ, თბილისის გულში, აღმოჩენილ ტექსტში ეწერა ის, რასაც მეცნიერი დიდხანს ეძებდა. მზისა და მთვარის ენერგიების გამტარი ცილინდრების დამზადების სუსტი წესი. შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ექსპერიმენტები და ლაბორატორიული კვლევები, რის შედეგადაც 1000 წლეულების წინანდელი ტექნოლოგია ხელახლა გაცოცხლდა. ასე შეიკრა დიდი წრე, ეგვიპტური პირამიდები, კავკასიური მისტიკა და თანამედროვე მეცნიერება, რომლის წყალობითაც ეს ცილინდრები ახლა ჩემს ხელშია. მე არ ველოდი სიმართლე რომ გითხრა, ესეც ძლიერ ზემოქმედებას რა. ძალიან საოცარი რამე არის. არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამე, რასთანაც შეხება მქონია და ისტორიაც ძალიან საინტერესო აქვს რა. კი, ძალიან. სანამ ისტორიაზე გადავალთ, მე კი გიცნობ და ალბათ ჩვენი მაყურებლის გარკვეული კატეგორიაც გიცნობს ახლა შენ სხვადასხვა პოდკასტებიდან და მაინც 1-2 სიტყვით რო გითხრა შენ შესახებ რა გამოცდილებით ხარ, როგორ მოხდი აქამდე? მე ვარ ექიმი და როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, მაშინ ჩამივარდა ხელნაწერები, ამობეჭდილი იყო აი ძველი საბჭოთა მანქანები რა იყო. და დავინტერესდი, იმიტომ რომ ეს ტექსტი მპირდებოდა, რომ მას შეუძლია ბევრი პრობლემური მდგომარეობიდან გამოსვლას. ანუ რომ სტუდენტი საქართველოში. ხო, სტუდენტი საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდი. და დავიწყე კეთება, მაშინ ძალიან ბევრი გამოწვევა მქონდა. და როდესაც ასე ვთქვათ, კარგად დავაჭირე პედალს და მივაწეხი კარგად, უფრო ინტენსიურად დავიწყე აქტიურობა ამ პრაქტიკის, ვხედავ, რომ რაღაცები ძალიან სწრაფად დაიწყო რეალობის ცვლილება. აი მაგალითად რა? შესაძლებლობები გამჩნდა ძალიან ბევრი. რასაც ფიქრობდი, მომენტალურად მოდიოდა უკვე. ანუ კი, ვიცოდი მანამდე ძალის აზრის ძალაზე რომ შეიძლება, მაგრამ რაღაცა აქ უფრო სწრაფად მოხდა. და მე ახსნა კი მოუძებნა, იმიტომ რომ გაძლიერდა გარკვეული პროცესები ჩემში, გააძლიერა ეგრეთ წოდებული აურა და როცა ენერგია აქვს, უკვე ამ აზრს უფრო მეტი ძალმოსილება, მაგრამ ასე სწრაფად არც ერთ არაფერს არ უმუშავია რა. მაგრამ მე კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიქცე და კიდევ უფრო დიდი დაკვირვება განვახორციელე. აბსოლუტურად ჭაობიდან ამომიყვანა. რა მდგომარეობაშიც მაშინ ვიყავ, ეს იყო ფსიქოემოციური იქნება, მატერიალური კეთილდღეობა, სხვა მდგომარეობები. ამას წიგნიდან სწავლობდი ამ ნაბეჭდად? ხო, მე წიგნიდან დავიწყე. მანამდე ქონდა გამოცდილება აიკიდელზე დავდიოდი, ტაიჩიზე და უკვე გარკვეული გამოცდილებები მქონდა. რეალურად ძალიან ცუდად ვიყავი რა, იმ მდგომარეობაში რაშიც ვიყავი. ეს ყოველ ურთიერთობებში არეული ვიყავი, ოჯახთანაც არეული ვიყავი, ფინანსურადაც არეული ვიყავი. მოკლედ, ყველაფერი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. და როცა ეს დავიწყე, ძალიან სწრაფად
აი მყისიერად დაიწყო ცვლილებები. მე მანამდე სხვადასხვა ტექნიკებით ვიყავი კიდე დაკავებული. რა ვიცი, რამდენად ის საინტერესოა ეს კარლოს კასტანედას სიზმართხილვით. რას ლაპარაკობ? მაგიური პასები და ასე შემდეგ. კასტანედა, ტაიჩი, აიკიდო ეს იყო ძიება, რომ აი მოგეძებნა შენი. მაინც ასეთ რაღაცა შენი უნდა იყოს. ხო. და თან კავკასიური იყო. საინტერესოა. და რადგან სამედიცინოზე ვიყავი, ძალიან საინტერესო მომენტები დავინახე, აი ტვინთან ურთიერთობა. ფაქტობრივად ჩვენი რეალობის მოდელირება და შექმნა ხდება რით ტვინით, ხომ? ჩვენ ცივილიზაციას რით ვქნით ჩვენი ტვინით. ამიტომ რადგან პირდაპირ შეხება ქონდა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია. და კავკასიური იოგა, ასე ვთქვათ, ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ, ეს არის უთქვითი პრაქტიკა, რომლის დროსაც ხდება ყურადღების მიპყრობა ტვინის რაღაც უბნებზე, ხო? სუნთქვასთან ერთად. ოღონდ იქ სუნთქვის ფორმაა შეცვლილი. ეხლა მოდი იქიდან დავიწყოთ უკვე, როგორ დაიწყე ამისი ინტეგრაცია უკვე სამედიცინო სფეროში. წეგან კი მომიყვა ქალბატონმა ნუნუმ, როდესაც შემთხვევით აქ როგორც ოსტეოპატი ისე მოხვედით. არ გქონდა არანაირი მოლოდინი იმისა, რომ აქ კავკასიური იოგას განზრახული მქონდა უკვე. განზრახული მქონდა, კასტანედა სად გამოვიდა? არა, აქაც განზრახო. აქაც არის განზრახო. პირდაპირ არის გარკვეული ვარჯიშები, სადაც არის ნება და სურვილის რეალიზაცია. და შენ უკვე ჩაფიქრებული მქონდა. როგორც კი სანამ საქართველოს ჩამოვიდოდი, მაშინ გამოთქვა განზრახო, რომ მიდამეთქია სისტემა განვითარდეს. აჰა, კი ბატონო. და როგორ უნდა გამეხადა უსაფრთხო, ამაზე ვიწყლედავდი თავს წლების განმავლობაში. და უკვე როდესაც მოდელი აეწყო და ამას უკვე სჭირდებოდა უბრალოდ მე ვერიფიცირება ინსტრუმენტების მეშვეობით, მე გამოვიდა ნუნუ. ანუ ყველაფერს განზრახო, ჯერ დაედო საფუძველს განზრახო. რომ მოხვედი, ეგ იყო, მივხვდი რომ ჯერ ვერ მივხვდი, მაგრამ როდესაც მე ქალბატონ ნუნუმ თავისი გამოცდილება გამიზიარა და თუნდაც მეც მქონია შეხება მე სამეცნიერო სტატიები ვაჩვენე, სადაც ამ მეთოდს ვიყენებდი, ერთ-ერთი სავერიფიკაციო მეთოდი იყო. სხვადასხვაც და ესეც ვადარებდით ამ მკურნალობის მეთოდს ოსტეოპათიურს მანამდე და მერე. მე სტატიები ვაჩვენე და შენ ნაკატანს იცნობ, ხო? კი მეთქი, აი ამაზია და ძალიან ბევრი რამე დაემთხვა. ანუ მასსაც საინტერესებდა კავკასიური მე ხო ვაკეთებდი, მე ეს ნაკატანი, მასაც ამხელა გამოცდილება ქონდა, მე უბრალოდ ვიყენებდი როგორც მაგარია, როგორ მიყვარს ეგეთი დამთხოვები. რა შედეგები გვაქვს ხა აი ამ? პირველი რაც მნიშვნელოვანია და თვალსაჩინო, ეს არის ფსიქოემოციური სიმშვიდე და ენერგიის მოზღვავება. რაც უკვე გამოჯანმრთელებისთვის იდეალური პლატფორმაა. ეს პირველი და ახლა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე გამოწვევებს და ტემპს, პირველ რიგში ყველაზე მოწყვლადი ადამიანი ამ ასპექტებშია. და პირველი კვირებში 2-3 კვირაში იძლევა უკვე ამ შედეგს. რო ნერვული სისტემა იწყებს. კი, აი სულ ამბობ. ძალიან შვიდი გავხდი. შფოთიანი ვარ. პანიკური შეტევები მაქვს. და როგორც კი იწყებს, მე 2-3 კვირაში მოდის და აუ რა მაგარია. შვიდი ვარ და მე თვითონ მიკვირს რატომ არ შვიდი. სულ აი რამდენი ტიპის ვარჯიში არსებობს? საკვანძო არის 7, მაგრამ ჩვენ 12 გაკვეთილი საკვანი. თვითონ წიგნში ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ რა არის აქტუალური დღევანდელი ადამიანისთვის. რამე რისკები თუ ახლავს ახლა ამ პრაქტიკებს? თუ მომზადებელი შევიდა, ყველა პრაქტიკას ახლავს რა. მე პირადად მართლა გამიმართლა, რომ ამას შევეჭიდე და არ ვიცოდი ის წყალქვეშა ქვები, რასთან შეიძლება მქონოდა შეხება, მაგრამ ეხლა რა დარღვევებიც არის, ისინი ბევრი რისკავენ და ახლავთ 40%-ზე მეტია ესეთი ადამიანების. შენ უკვე გქონდა რაღაცა ბექგრაუნდი სამედიცინო და სხვადასხვა პრაქტიკებით და ალბათ უფრო მარტივად დაიჭერდი რაღაცებს, ხო? კი, ამ ჭრილიდან შევხედე. მე შევხედე როგორც რეფლექსოთერაპევტმა, ანუ აქ უკვე მერიდიანული სისტემა, იქ ჩაკრალური სისტემაც არის. მე შევხედე როგორც ცოტა ვერკვევი ნერვულ სისტემაში, ანუ როგორ მუშაობს და მე შევხედე როგორც მანუალურმა თერაპევტმა. როგორც ექიმმა საჯამში. პირველ რიგში კავკასიური იოგა ჩემთვის იყო გარემო რო შეეცვალა. პირდაპირ წერია რა და ეს დავიჭირე. ეს არის ერთადერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია პრობლემის მოგვარება სულიერ, მენტალურ, ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეზე. ვახ, მეთქი რა მაგარი. ეს არის მეთქი ეს ჭირდება. თან რა მოხდა, იცი, რას დავაკვირდი. თუ კი შენში მიმდინარეობს ცვლილებები და ეს ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა რა. და ჩემში მიმდინარე ცვლილებები ვერ ესადაგებოდა გარე ცვლილებებს, ანუ ჩემში უფრო ინტენსიურად. მაშინ ხვდები ისეთ გარემოში, სადაც შენი შინაგანი ტემპი და ის გარემო ერთმანეთს თანხვედრაშია. მოკლედ, ან უნდა შევცვალო გარემო, ან თუ მე ვიცვლები, ყველაზე სწორია ის, რომ მე შევიცვალო და გარემო ვერ მეწევა, მაშინ მე ხვდები შესაბამის გარემოში. ხო. და მე წავედი მე ქვეყნიდან რა.
და ამან დიდი გამოცდილება და დიდი, ასე ვთქვათ, ცოდნა მომიტანა. რო არ წასულიყავი, მე ვფიქრობ, რომ ამ აღმოჩენებამდე ვერ აი, რო წახვედი, მე რა ხდებოდა იქ? იქ რა ხდებოდა? წარმატება. იმიტომ რომ სულ პერიოდულად ვაკეთებდი. როგორც კი ანუ ჩემი ასე ვთქვათ, ცნობიერების დონე აღქმის ეცემოდა, მომენტალურად ვიყენებდი. ანუ მე არ ვარ ამასთან ფანატიურად, რომ აი 24 საათი. ხანდახან უნდა მოდუნდე ადამიანი ხარ ჩვეულებრივი. ესე გასაკეთებლად რთულია, ჭირდება ძალისხმევა რამე. ძალისხმევა ოდნავ სჭირდება ნებისყოფა რომ მიხვიდე და გააკეთო, მაგრამ ის მინიმალური დრო ერთი ვარჯიში მოიცავს დაახლოებით 3-4 წუთს. იმდენს გაძლევს რომ ჯობია დაუთმო მას რა. დიზმარხილოებში წყურ დაგეხმარა. თუ არა აქ ამას იმდენად. კი. ეს ხო აქტიურებს ჯირკვლებს. და ჩემი სულიერი განცდები, ანუ კონკრეტული ადამიანის სულიერი განცდები ტვინის ჯირკვლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ ის ჯირკვალი არის აქტიური, რომ გასკდეს იმ სულიერ შეგრძნებაზე ვერ გავა. თან კიდევ რატო იყო საინტერესო მათე. მე ოსტეოპათიას ვეზიარე. ოსტეოპათიაში არის მიმართულება, რომელიც პირდაპირ თავის ქალაზე მუშაობ. იქ მუშაობ თავის ტვინის პარკუჭებზე, ლიქფოროდინამიკას აუმჯობესებ. ლიქფორი ეს არის სითხე თავის ტვინის, თავის ტვინის სტრუქტურებზე მუშაობ, ოღონდ არაპირდაპირ. ესეც პირდაპირ თავის ტვინის სტრუქტურაზე მუშაობს, მეთქი რა მაგარია. ანუ ყველაფერი შემთხვევითი არ აღმოჩნდა რა. ეხლა მოდი გადავიდეთ ამ რაღაცაზე, რასაც ხელს ვერ უშვებ მე მთელი დღეა. ესეც შემთხვევითი არ არის, ტყუილად არ მიჭირავს სამხელა ლითონები, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის. სიტყვიერად შეიძლება გამიჭირდეს ამ შეგრძნებების ახსნა, მაგრამ აი გრძნობ როგორ მოძრაობს ენერგია სხეულში და ძალიან კარგი, ну თუ სამედიცინო თვალსაზრისით ვიტყვი, ფიზიოთერაპიული სახლისთვის ხელსაწყოა რა. სახლში გამოსაყენებლად. ესეც არის კავკასიური იოგის ერთ-ერთი ელემენტი, ხო? კი, მაშინ რომ ვნახე ამ ხელნაწერებში, მე ისევ შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება და ინტერნეტის მეშვეობით უკვე ახალი დაწყებული იყო ინტერნეტის ქსელები 2002-3 წლებია. გავიგე რომ ვიღაცა რუსეთში ამზადებდა და კიდევ აღმოჩნდა რომ ეს კაცი თუნდაც საქართველოში ცხოვრობდა. და რომ აქედან წაიღო ეს ხელნაწერები და დაუკავშირდი მე და ჩამოვიტანე ბიზნესმა დამაფინანსა დიდი მადლობა მისთვის. გიყიდი ამასო და 2 წელი ჩამოვიტანე. და კარგი შედეგი გამოიღო ძალიან ბევრ ესეთ საინტერესო მდგომარეობაზე, როდესაც მოტეხილობა აჩქარებს შეხორცებას. მქონდა რამდენიმე შემთხვევა რომ არ ხორცდებოდა წვალი. ჩემ კარის მეზობელი იყო და დავაჭერინე რამდენჯერმე და დაუჩქარდა შეხორცება. თან ტკივილსაც აბა. მოდი ახლა აი ცოტა მეცნიერულად ამიხსენი და ტექნიკურად რა ხდება აი აქ. აქ არის 3 ძირითადი, ასე ვთქვათ, მეტალი. შენადნობი, სპილენძი, იქ თუთია და ალუმინია. ეს მხოლოდ სპილენძია. ეს მან მხოლოდ სპილენძია და იქ თუთია და ალუმინია. თუთია და ალუმინია ერთმანეთში შენადნობი. კი, გარკვეული პროპორცია აქვს ამას. ეს ალბათ საიდუმლოება მე არ ვიცი. შეიძლება ამ წიგნზე დაყრდნობითაც გაკეთდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მოდელის ავტორი ვლადიმერ კოუტონმა ბევრი ექსპერიმენტა რო ზუსტად აი უსაფრთხო იმაზე გასულიყო და მე დაადგინა რომ აი ღლობის პროცესიც კი ტემპერატურის ალუმინის, თუთისა და სპილენძის თურმე ამ ოქროს კვეთის კანონზომიერებაში ჩნდება. კიდევ შიგარის ნახშირი და მაგნიტი. და მედიცინაში არსებობს ესეთი მეტალოიონოთერაპია. ეს რას ნიშნავს, როდესაც მე ვიღებ სხვადასხვა მეტალს, ამ მეტალებს შორის პოტენციალთა სხვაობა და როდესაც სხვადასხვა ხელში მიჭირავს, ჩემში უკვე წრედი იკვრება, მე როგორც გამტარი წარმოვიქმნები და ასე მცირე დენი ანუ ეს მედიცინის უცხო არ არის. არა, ეს ფიზიოთერაპიული ხელსაწყოა. მე როგორც ექიმს დამაინტერესა. ანუ ძალიან კარგი ეფექტი აქვს ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში და თვითონ წიგნშიც როგორ არის რომ ეს არის ნერვული ენერგიის აღმდგენი. ანუ თუ გადავთარგმნით ცოტა ეზოთერულ ენაზე, ცის გამაძლიერებელი. ანუ სასიცოცხლო ენერგიის ცი იქნება თუ პრანას ცირკულაციის გამაძლიერებელი. და გამოვიყენებდი ვიზზე, ინსულტიანებზე, ვისაც ნერვული სისტემის დაზიანება ჰქონდა, მაგალითად საჯდომის ნერვის ანთება, ტკივილების დროს, შეხორცებების დროს, მაღალი წნევის დროს და ონკოლოგიაში ვისაც ტკივილები ჰქონდა, აი უყუჩებდა. და კიდე რა შედეგები ჰქონდა ამით? ნუ ეს ცალკე მედიტაციის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გამაძლიერებელი ეფექტი. კი ბატონო.
ანუ როგორც ფიზიოთერაპიული ხელსაწყო შინაგანი დაავადებების დროს ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა. რამე ისტორიული წყაროები ხო არ მოგიკვლევია თუ არის მოხსენიება რაიმე სახით მაინც გარდა იმ წიგნისა რაც ხვალებს კიმდაძე. სამწუხაროდ არა. რა უცნაურია. ძალიან უცნაურია. მაგრამ გაგვიმართლა რომ ეს ხელნაწერი იქნა ისევ თბილისში ნანახი. ხო შეიძლება დაკარგულიყო ეს. ან ბებოს მოესროლა ნაგავში, ან მაკულატურაში ჩაებარები. ეს ხელნაწერი რუსული ხელნაწერია. რუსულ ენაზე დაწერილი და ძველი რუსულ ენაზე დაწერილი. და ეხლა როგორ ფიქრობ, არის დრო რომ ეს საყოველთაო გახდეს თუ ისევ შეიძლება რომ რისკი იყოს? თუ ჩვენ არ მოვახდენთ ამის ადაპტირებას და უსაფრთხოს რომ გავხადოთ, მაშინ ისევ ჩაიკეტება, ისევ სპეკულირებადი, მაგრამ თუ ჩვენ ამის ასე ვთქვათ განახლებას მოვახდენთ, როგორც აპლიკაციები გახდება ხოლმე, მაშინ დიდი შანსი აქვს რომ საყოველთაო გახდეს და ჩვენ ამას ვცდილობთ რომ ეს გახდეს. როგორც წეგამ ამბობდით, სასწაულიდან სასწავლამდე რომ იყოს. რო ვისწავლოთ ხო და რაღაც ჩამოვახსნათ საბურველი მისტიკის რა. კი, ჩამოვახსნათ, ეს მისტიფიცირება აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც ადრე მისტიკა იყო, დღეს რეალობად იქცა ხოლმე. ამის დამზადება ჩვენ შეგვიძლია საქართველოში თუ ჩამოგვაქვს? კი, მაგრამ აი ის პიროვნება ვინც მოვიდა, თქვა რომ საკმაოდ ძვირი და შრომატევადი აღმოჩნდა. მანამდე საუბარში ამბობდი იმას, რომ შენ ახლა ესენი აღარ გჭირდება. აღარ ვიყენებ ეს ხშირად აღარ ვიყენებ. ადრე უფრო ხშირად ვიყენებდი და ეხლა უკვე. ხო. ნუ მე პერიოდულად ხო ვაკეთებ მონიტორინგს, მაგრამ მე თვითონ ჩემს შეგრძნებას ხო უამრავი ინსტრუმენტი მაქვს კიდე საკუთარ თავთან ურთიერთობის რა. ეს იქნება ჩინურნემსები, ეს იქნება სუნთქვა, იქნება თვალს ეს შემდეგ რა. ერთადერთი წყარო არსებობს ჩვენი კეთილდღეობის. ვიშის ვარსებობთ და გადავაადგილდებით. ამას სხვადასხვა სისტემაში ღმერთ შემოქმედს ვეძახით და ჩვენ სუნთქვით სულ მოვიხმართ შემოქმედის ცნობიერებას. სასიცოცხლო ენერგიის სახით ის შემოდის და გადის. აქ ფორმა შესაძლებელი, როგორ გავხდეთ შეგნებულად აღქმადი ამ ცნობიერების. და მაშინ მოხდება ტრანსფორმაცია. სუნთქვა არის ძაფი რაც მაგასთან შემოქმედთან გვაკავშირებს. სუნთქვა და მორჩა შენი ყოველ გასხიოსნებას დამთავრდება და ყველაფერს ყველა გადაკემო. ანუ თავდება იქ ყველაფერი. თან როდესაც ამ შემოქმედთან კავშირი არ არის ცნობიერი და ცოტა წვეტებია, მე მაგან შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ის დამოკიდებულებები, ადიქციები, ჩანაცვლება ღმერთის სხვადასხვა ნივთიერებებით რა. სხვადასხვა მართალია. და თუნდაც მაგ კავშირის აღდგენა ძალიან ბევრ პრობლემას ავტომატურად აგვარებს, ისეთ პრობლემებს რომლის მოგვარებაზე შეიძლება ვერც კი იოცნებოს ადამიანმა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მე პრაქტიკანტები ხომ ყავს და მეუბნებიან, გიორგიო, სექსუალური ვნებები დამიოკდაო. თვითონ გაკვირვებულებიან, რომ რაღაც ტრანსფორმაცია მოხდა და წამლის გარეშე. აკეთებს. შეიძლება გაქრეს უბრალოდ. ხო, გაქრეს. ხო, ანუ ის გულისხმობს, აი ცოტა გაუკუღმართებულს, ხო, გააქტიურებულ ზედმეტად. ხშირად მაგალითად ადამიანებს გვესმის ხოლმე რო სულიერი გზა არის ძალადობა საკუთარ თავზე. აი რატო უნდა აიკრძალო ალკოჰოლი, რატო უნდა აიკრძალო რაღაცა. თავისით ხდება, ხო, ეს აკრძალვა არ არის, უნებრივად ხდება. უბრალოდ სურვილი აღარ გაქვს რა. როცა ეს კავშირი ყარდება და ძლიერდება და ეს იოგა პირდაპირ მნიშვნელობით ხო ნიშნავს კავშირს. კავშირს, კი, კავშირს ნიშნავს. კავშირი კავშირი. კავშირი. მოკლედ ეს როგორი ტექნოლოგია? ეს არის საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან დალაგების ტექნოლოგია. ანუ მე ამ ტექნოლოგიით ვიწყებ შემოქმედთან შეგნებულ ურთიერთობას. უნივერსალურ ინსტრუმენტით ეს არის სუნთქვა. და შენ შემოქმედი გარკვეულწილად, თუნდაც შენი ცხოვრების საღარასაც ამბობდი, რომ შენი ფიქრი მატერიალიზდება, ეს შემოქმედების პროცესია ეგეც რა ფაქტობრივად. ოღონდ მანამდე ქაოტური. იმიტომ გვაქვს ქაოტური. ხო, ესეც ჩვენი შემოქმედებაა, რასაც უყურებთ, მაგრამ არა გაუცნობიერებელი შემოქმედება. და ეხლა გაცნობიერებთ. ანუ და ზუსტად ეგ მომეწონა ციგნის დასაწყისში, როგორ არის. ეს არის ცოდნა იმისთვის, რომ აქციოთ უდაბნოს ამოთხეთ. ხო, რადგან ეს სამოთხე ყველაზე კარგი ადგილია ღმერთისა და მისი თანამშრომლებისთვის. და ეს არის ღმერთთან თანამშრომლობის ფორმაც კავკასიური იოგა, რათა ეს უდაბნო სამოთხეთ აქციოთ და დაუბრუნდეთ ედემის ბაღში პრინციპში. კი ბატონო, კი ბატონო.
ოღონდ მინდა გავაფრთხილო, რომ არანაირი ისეთი ვინც მორწმუნე საშიშროება არ არის, ხო განთ ეს სუფთა ფიზიოლოგიური პროცესია, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები მედის რა. ხო. ჩემთვის იესო ქრისტე ყველაზე ძლიერი ფიზიოლოგი იყო. მან მოიტანა ეს ინსტრუმენტები, რომლებიც შეცვალა ტვინი. ხო, იქ როცა პატიებ, სხვა ცენტრები აქტიურდება, როცა გიყვარს სხვა ცენტრები და ასე შემდეგ. აიხსნება, დღეს უკვე აიხსნება ნეიროფიზიოლოგიურად ახსნადია ის, რაც რელიგიებში ჩადება. ესე იგი, ამ შემთხვევაში არის ეს რელიგია, რომ აპატიებ და გიაქტიურდება რაღაცა ტვინი. ხო, პატიებით მე ვეხმარები ცენტრებს, რომ გამიაქტიურდეს, მაგრამ ამ ცენტრის გააქტიურებითაც შემიძლია მე პატიებაც მოხდეს უკვე თავისით, ხო? ხო, ორი გზა არის რა. თუ მიჭირს პატიება, შემიძლია გავააქტიურო რაღაცა და გამიმართებდეს. ხო, როგორც წეღანობს, ხო, უფრო უადვილდებათ. ორი გზა. კი, ხანდახან პატიება ძალიან რთულია თუ წყენა ძლიერია და არ მაქვს რესურსი. არ გამოდის. რესურსია. ამდენი გინდა იცოდე რომ უნდა აპატიო, მაგრამ არ გამოდის. რომ მოწყვლადი ვარ, ენერგია მაკლია. ენერგია მაკლია და აქ შეგნებული სუნთქვით მე ენერგიას ვზრდი. საწვავი მიზრდება და ხარისხიც საწვავის. იმიტომ რომ შეუგნებლად მე 3-4 წამი ვსუნთქავ, შეგნებულად უკვე იზრდება სხვა დიაპანო ხანგრძლივად ჩავისუნთქავ და კონცენტრირებულად. მაგრამ იმისთვის რომ აპატიო პრინციპში უნდა იცოდე რომ პატიება არის სწორი და ეგ არის სიყვარული პატიება მიტევება. არჩევანი უნდა გააკეთო პატიებაზე მინიმუმ. მინიმუმი კი. მაგრამ თუ არ ძალმიც რა ვქნა. ხო. ხო მიჭირს. ხო, ყველა ქრისტიანები ვართ, მაგრამ ქრისტიანულად ცხოვრობთ, არა გვიჭირს 99 ვერა. კი, მაინც დუალობაში ვართ და გაყოფილი გვაქვს და ვიღაცები გძულს, ვიღაცები არა, ლანდსკაფტი. ამას შეუძლია და რატო იცი მათე? აქ არის პირობითად 3 წილი. ოქროს შუალედი არის პროფრონტალური ცენტრები, შუბლის წილებს რო ეძახით. ის დუალობა არის კეფა და თხემი, სულიერ და მატერია, სულ კონფლიქტია. და რომელიღაცა ძალა უნდა იყოს, რომ ეს ორი დაარე. ოკეი. ხიდი გაუყვეს. და ეს არის შუბლი. ეს ოქროს შუალედი, ეს არის ქრისტეს გზა. ნუ თუ რელიგიური მას კონტექსტს მოვიხმართ. კი ბატონო. შტაინერი რაზეც ლაპარაკობდა, ორი სხვადასხვა გზა დაპირისპირებული ერთმანეთთან და ეს სულ კონფლიქტში არიან ეს ორი ძელები. ერთი წარსულისკენ ამიმართული, მეორე მომავლისკენ. კი ბატონო. შუბლი აწყო. დღეს აწოჩი. რასაინტერესო. ძალიან მაგარი რაღაცებია ჩადებული რა. ეხა გამახსენდა ვედურ ასტროლოგიაში არის ეგეთი ორი ფენომენი, დემონი, რა უნდა კეტუ ერთი არის მომავალი, ერთი წარსული და მუღამი არის მაგათი გაერთიანება შუაში. ხო, ერთი ის იყო, ხო, როცა დაიწყებო და გაიყვნენ ეგენი რა ხოდა კეტო. დემონები იყო, ხო და თავი ერთი თავი ზედა ნაწილია, მეორე ქვედა ნაწილია. ხო, და უნდა შეერთდეს, ხო. ეს შეერთება ხდება მეოთხე ჩაკრაში, რასაც კი, ოქროს შუალედის კვეთა არის ესეც დაახლოებით. ჩემთვის სულიერება და სიყვარული თითქმის უტოლდება. სიყვარული კიდე ჩემთვის შეთანხმებულობის ძალა, კომუნიკაციაა. საქართველოს კომუნიკაცია ხო თვითონ გეოპოლიტიკურად და ჩვენ ეს შანსი გვაქვს, ოღონდ შანსი პოტენციაში გვაქვს, რომ შეგვიძლია მივცეთ რეცეპტი უნდა რა, იმიტომ რომ მარცმაგრები ვართ, ქართველები ვართ რა, რეალურად ჩვენი გეოპოლიტიკური, ჩვენი წინარე გამოცდილებიდან აი სიყვარულის ელემენტები. სწორი კომუნიკაციის. პასუხისმგებლობაა ეს. კი, ეს პასუხისმგებლობა. ეხლა ძალიან გვიჭირს რა უბრალოდ ჩვენ ქვეყანა, აჭირლები ვართ. და მაგაში დავლაგდებით. გვაქვს ჰაკერ. ერთ-ერთი ინსტრუმენტი ერთადერთი არის, ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია. ალბათ ყველა ინსტრუმენტის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ან პრინციპში ყველაზე დიდი ინსტრუმენტი გვაქვს ეს. ეს აქ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ეს სამ ინსტრუმენტებს უბრალოდ აქტიურებს. კი, მე ახლა ამას გულისხმობ კავკასიური იოგას თო სულ ხო. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ვარჯიში შეხვედრაც, სადაც ტვინისა და გულის გაერთიანება ხდება. ჯერ ტვინი უნდა მოვიდეს წონასწორობაში და მეორე უკვე გულთან დაუკავშირდეს. თუ ტვინი არ გაწონასწორდა, გულთანაც ვერ შედიხარ ისეთ კონტაქტში. ანუ გულის ახმაც რისმის მეშვეობით ხდება. ტვინის ხომ? ყველა ჩემი პროცესი გათვითცნობიერებ ხდება ტვინის. ამიტომ ჯერ ის აზროვნების აპარატი უნდა მოვიდეს წესრიგში. ნუ მე გავხადო გული გონიერი. და ბოლოს ტვინი გულისხმიერი. ო, და გამთლიანებად შედგება რა. ძალიან მიყვარს მე შეხვედრა, იმიტომ რომ ჩემთვის აი უკვე ეგ არის ფინალი რა. კი. ხო, თორე ტვინი გულის გარეშე ძალიან საშიშია. კი, საშიშია. ძალიან საშიშია თუ აზროვნების პროცესში. გული არ არის ჩართული, ხო, და გულიც ახლა წოდნის გარეშე, სიბზნის ძალის გარეშე გული. იქ სხვადასხვა ასპექტების წონასწორობაზე ვსაუბრობთ იქ, რომ
სიბრძნე, სიყვარული და ძალა წონასწორობაში უნდა იყოს, იმიტომ რომ მე თუ ძალა მაქვს და მოკლებული ვარ სიბრძნეს და სიყვარულს, შეიძლება მაშინ ეს ძალა ბოროტად გამოვიყენო, რაც ისტორიაში უამრავი ფაქტია და ეხლა ხდება ჩვენს ხო არეალში, სოფლიო დონეზე. თუ მარტო სიყვარული მაქვს და მაკლია სიბრძნე და ძალა, მაშინ ბრიყული სიყვარული შეიძლება იყოს და მარტო სიბრძნე მაქვს, იგივეა რა, მოკლედ სამივე წონასწორობაში უნდა იყოს. და ისე twin-თან არის მებმული. და ჩვენი გადაცემის მიზანიც და ალბათ თქვენიც თუ კი ვინმე რამეს აკეთებს ამ სფეროში არის ის რომ მართლა ეს რეალობა ცოტათი მაინც შევცვალოთ და ისეთ სამყაროში მაინც ვიცხოვროთ ცოტა ხანი მაინც ცოტა ხანი ანუ გაჩნდეს ის ცოდნა შესაძლებლობები და საშუალებები რომელიც დაგვეხმარება ამ რთულ ადაპტაციურ პერიოდში კი ან გადავალთ ან არა და დავამთავრებთ რა და ის პოტენციალი, რასაც პრინციპში ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყველანი უგრძნობთ, რომ აქვს, იქნება რამენაირად რეალიზდეს, იმიტომ რომ ეგ იწევს გულის ტკივილს, რომ უყურებ პოტენციალს, რომელიც ვერ გაიხსნა რა სინამდვილეში. არის დიდი პოტენციალი, რაც შეხება პირდაპირ სიყვარულს ვამბობ რა. ჩვენ შეგვიძლია ამის მაგალითი დავდოთ ჯერ ჩვენთან და მერე უკვე ისევ მანდ მივდივართ. სიყვარული არის რეცეპტი. მოკლედ, მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ და შევხვდებით კიდევ. კი ბატონო, მადლობა.